1953 წელი ტექნოლოგიების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ეს იყო ეპოქა, როდესაც კაცობრიობამ სამყარო ფერად რეალობაში პირველად აღიქვა. 1953 წლის მიწურულს ამერიკულ მაღაზიებში პირველი სერიული ფერადი ტელევიზორი RCA-CT 100 გამოჩნდა, რომელიც იმ დროისთვის ნამდვილ ფუტურისტულ საოცრებას წარმოადგენდა. მისი შექმნა არ ყოფილა შემთხვევითი წარმატება. ეს იყო Radio Corporation of America-ს მრავალწლიანი შრომისა და მილიონობით დოლარის ინვესტიციის შედეგი. ინჟინერებმა იმ დროისთვის წარმოუდგენელი სირთულის ამოცანა გადაჭრეს. როგორ გადაეცათ სამი ფერის, წითელი, მწვანე და ლურჯი სიგნალი, ისე რომ ის თავსებადი ყოფილიყო უკვე არსებულ შავ-თეთრ ტელევიზორებთან. ამ ტექნოლოგიურმა ბრძოლამ წარმოშვა NTSC სტანდარტი, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში ტელევიზიის მომავალი განსაზღვრა. მიუხედავად ტექნოლოგიური ტრიუმფისა, პირველი ფერადი ტელევიზორის ფასი $1175 იმ დროისთვის შოკის მომგვრელი იყო. თუ ამ რიცხვს დღევანდელ მსყიდველობით უნარიანობაზე გადავიყვანთ, ის დაახლოებით $13,000-დან $15,000-მდე მერყეობდა. შედარებისთვის, 1950-იანი წლების დასაწყისში სრულად ახალი ავტომობილის შეძენა დაახლოებით $1,500-დან $2,000 ფარგლებში იყო შესაძლებელი. სწორედ ამ ასტრონომიული ფასის გამო პირველი მოდელის, რომელსაც მოსახლეობა მერილის სახელითაც იცნობდა, მხოლოდ 5,000-მდე ეგზემპლარი გაიყიდა. ეს არ იყო მასობრივი პროდუქტი, ეს იყო სტატუსის სიმბოლო, რომელსაც მხოლოდ მულტიმილიონრები, მსხვილი კორპორაციების მფლობელები და ჰოლივუდის ვარსკვლავები ფლობდნენ. ხშირად მათ ფუფუნები საგნად ყიდულობდნენ ძვირადღირებული სასტუმროების ჰოლებისთვისაც, რათა სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინათ. როგორც ამბობდნენ, ფერადი ტელევიზია არ იყო მხოლოდ ახალი პროდუქტი. ეს იყო ახალი ფანჯარა სამყაროში, რომლის გაღებაც თავიდან მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ. ფერადი ტელევიზორის ბაზარზე გამოჩენა მედია ინდუსტრიაში ნამდვილი ქაოსი და პარალელურად დიდი მოლოდინი გააჩინა. მაყურებელს სურდა ფერები, თუმცა ტელეარხები ფერადი კონტენტის წარმოებას მისი სიძვირის გამო არ ჩქარობდნენ. შედეგად ხალხი არ ყიდულობდა ტელევიზორს, რადგან ფერადი შინაარსი ფაქტობრივად არ იქმნებოდა. შესაბამისად, საყურებელიც არაფერი იყო. მეორე მხრივ კი არხები არაფერადებდნენ გადაცემებს, რადგან მაყურებელს ფერადი ეკრანები არ ჰქონდა. თუმცა ამ რისკმა საფუძველი ჩაუყარა სარეკლამო ბაზრის ტრანსფორმაციას. რეკლამის განმათავსებლებმა მალევე გააცნობიერეს, რომ პროდუქტი ფერად ფორმატში ბევრად უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ვიდრე ნაცრისფერ ჩრდილებში. ამან კინოსტუდიები და ტელევიზიები აიძულა შეეცვალათ გრიმი, დეკორაციები და განათების სისტემები. 1953 წლის ეს ძვირადღირებული ექსპერიმენტი გახდა პირველი ნაბიჯი იმ სამყაროსკენ, სადაც ვიზუალური ინფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი და ფერადი ნაწილი გახდა. ტექნოლოგიური ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ 10 წლეულის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც ფერადი ტელევიზია ფუფუნების საგნიდან მასობრივ კულტურაზე ორიენტირებულ პროდუქტად იქცა. გარდამტეხი მომენტი 1960-იანი წლების დასაწყისში დადგა, როდესაც ფასება ნელ-ნელა კლება დაიწყო, ხოლო სამაუწყებლო კომპანიებმა განსაკუთრებით NBC ფერადი გადაცემების რაოდენობა მკვეთრად გაზარდეს. ხალხმა სიახლის ათვისება ნელა, მაგრამ ენთუზიაზმით დაიწყო. მეზობლები ხშირად იკრიბებოდნენ იმ ერთადერთ ოჯახში, რომელსაც ფერადი ტელევიზორი ჰქონდა, რათა ერთად ეყურებინათ დისნეის სამყაროსთვის ან პოპულარული შოუებისთვის. ფერადი ტელევიზიის ნამდვილი ბუმი 1965 წელს მოხდა. ეს თარიღი ისტორიაში ფერადი რევოლუციის წლის სახელით შევიდა. ამ დროს ამერიკის წამყვანმა ტელეარხებმა გამოაცხადეს, რომ საღამოს პრაიმ ტაიმის თითქმის მთელი კონტენტი ფერადი იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებამ მომხმარებელში არსებული ბოლო ეჭვებიც გაფანტა. თუ 1950-იანებში ფერადი ტელევიზორი გაუგებარი ექსპერიმენტი იყო, 1970-იანი წლების დასაწყისისთვის მან საბოლოოდ დაამარცხა თავისი წინამორბედი. 1972 წელი კი ოფიციალურად პირველი წელი იყო, როდესაც ფერადი ტელევიზორების გაყიდვებმა შავ-თეთრი აპარატების რაოდენობას გადააჭარბა.